გახსოვთ მაშინ პირველად საქართველოს ისტორიაში ზუსტად აი ამ ხაზის წყალობით პირველად საქართველოს ისტორიაში მოლოტოვის კოქტეილი ესწროლეს ადამიანს და ცოცხლად წავდნენ პოლიციელს. შეგახსენებთ, რომ დღემდე 2003 წლიდან გავიდა 2 წელი. არც ერთ ხმამაღლა მოსაუბრე დიპლომატს არც ერთს არ დაუგმია მოლოტოვის კოქტეილის სროლა. პირიქით გახსოვთ, რომ მაშინ გრიგორიადისი ადამიანი, რომელიც ეს დანაშაული ჩაიდენა და ადამიანს წვავდა ცოცხლად, რამის გმირად გამოგვიცხადეს. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის დაფინანსებით, EID-ის დაფინანსებით ორგანიზაცია სირცხვილია გარდა იმისა, რომ ამ კრიმინალს რაცხავდა გმირად, ასევე მოლოტოვის კოქტეილის სროლას აცხადებდა როგორც მისაღებ პოლიტიკურ ბრძოლის ინსტრუმენტად. ეს ფინანსებოდა ევროკავშირის ბიუჯეტიდან და არათუ ვინმე ამის შემდეგ ან წუხილი გამოთქვა, ან დაგმო პოლიციელზე თავდასხმა, ან ბოდიში მოგვიხადა, რომ ამას აფინანსებდა. ბოდიშიც არავის არ მოუხდია ამის შემდეგ პირიქით. და ამის შედეგი არის, რომ 2023 წელს ერთი მოლოტოვის კოქტეილი პირველად საქართველოს ისტორიაში რომ გავარდა მიტინგებზე, რომელიც ორგანიზებული იყო რადიკალური ოპოზიციის და NGO-ების მხრიდან, ამ მიტინგზე რომ პროევროპულს ხო ეძახიან, აი პროევროპულ მიტინგზე რომ პირველად ისტორიაში რომ გავარდება მოლოტოვის კოქტეილი, ხო უნდა დაფიქრდეს ის, ვისაც ევროკავშირის პასპორტი უდევს გულში, ჯიბეში, რომ რა წარმოდგენას ხნის ის ევროკავშირზე და პროევროპულობაზე. მოლოტოვის კოქტეილებს რო უთანაბრებენ დღეს ეს ადამიანები ქართველი ხალხის თვალში ევროპულ ღირებულებებს. და ზუსტად ამ არ დაგმობის შედეგი იყო, რომ ის ერთი მოლოტოვის კოქტეილი წელს უბრალოდ ჩარშან დეკემბერში იქცა უკვე 10 მოლოტოვის კოქტეილად. და ამაზეც დღემდე არც ერთ ხმამაღლად მოსაუბრე დიპლომატ საქართველოში, რომელიც რამის ყოველდღიურ საკითხებს ეხმიანებიან ქართველი პოლიტიკოსებისავით, არც ერთს არ დაუგმია ეს ქმედებები. იცით რატომ? რომ შემდეგში ეს 10 მოლოტოვის კოქტეილი გახდეს 30 მოლოტოვის კოქტეილი. და შეგახსენებთ, რომ როგორც მაშინ პოლიციელები დაშავდნენ, ამჯერზეც პოლიციელები დაშავდნენ, ერთმა პოლიციელმა დაკარგა მხედველობა და არც კი იკადრა რომელიმე აი ამ ხმამაღლად მოსაუბრე დიპლომატმა არც კი იკადრა, ან მოენახულებინათ ეს პოლიციელი, ან წუხილი გამოეთქვათ რაღაცა. ეს იყო ის აქციები, რომელიც ორგანიზებული იყო მათ მიერ დაფინანსებული ადამიანების მიერ, რომელშიც ჩართული იყვნენ ადამიანები, რომლებიც მათგან ხელფასს იღებენ. და ერთი წუხილიც კი არ გამოთქვეს ამასთან დაკავშირებით. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ მხრივაც ყველაფერი გასაგები არის, რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატების მიდგომებს. კიდევ ერთხელ ჩვენ გვიხარია, რომ ახალმა ადმინისტრაციამ არა მხოლოდ ამხილა და აღიარა ის მავნე პრაქტიკა, რომლის გამოყენებითაც ამერიკული ფული იხარჯებოდა სხვა ქვეყნებში ხის ძირის გამოთხისთვის, არამედ თავადაც იმ რისკების დაზღვევა დაიწყო, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ უკვე ამდენი წერია, რომ უცხო გავლენას სჭირდება გამჭვირვალობა.